მოგზაურობა დასავლეთ სანაპიროზე ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინით იწყება. ჩვენი პირველი გაჩერება სან-ფრანცისკოა. ქალაქი, სადაც ოკეანის ნიავი, მარადიული ნისლი და თავისუფლების სული ერთმანეთში ირევა. შეხედეთ ამ ქუჩებს, სან-ფრანცისკოს ცნობილი აღმართ-დაღმართები თითქოს საკუთარ წესებს კარნახობს. აქ ყოველი კუთხიდან ახალი ხედი იშლება. აი ლეგენდარული ძველი ტრამვაიც, რომელიც ქალაქის სიმბოლოდ ქცეულა და 10 წლეულებია უცვლელად დაატარებს ადამიანებს ამ ციცაბო გზებზე. და ისიც ოქროს კარიბჭე, ხიდი, რომელიც 1000-ჯერ გვინახავს ფილმებში, მაგრამ როცა მის წინაშე ცოცხლად გახარ, მასშტაბები გაოგნებს. ნისში გახვეული წითელი კონსტრუქცია და წყნარი ოკეანის ხმაური, ეს ის მომენტია, როცა ხვდები, რომ ამერიკულ ოცნებას შეეხე. სან-ფრანცისკოს აქვს ეს საოცარი უნარი, იყოს ერთდროულად ისტორიულიც, თანამედროვეც, ცოტათი მელანქოლიურიც და საოცრად ცოცხალიც. თუმცა წინ კიდევ ბევრი რამაა, დროა გეზის სრულიად განსხვავებული სამყაროსაკენ ავიღოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლას-ვეგასში. ქალაქში, რომელიც შუაგულ უდაბნოში, ადამიანის ფანტაზიითა და ამბიციებით აშენდა. სან-ფრანცისკოს სიშვიდის შემდეგ აქ მოხვედრა ნამდვილი კულტურული შოკია. ვეგასი არასოდეს იძინებს. აქ დრო კარგავს მნიშვნელობას. საკმარისია გაიარო მთავარ ქუჩაზე, სტრიპზე, რომ წამებში აღმოჩნდები პარიზში, ნიუ-იორკში, ვენეციაში ან ძველ ეგვიპტეში. ეს არის გიგანტური ატრაქციონი უფროსებისათვის. ნეონის განათებები, კაზინოების ხმაური, მონეტების წყრიალი და დაუსრულებელი დღესასწაულის განცდა. ლას-ვეგასი გეუბნება, იცხოვრე დღევანდელი დღით. აქ ყველაფერი გრანდიოზულია, შოუები, არქიტექტურა, ემოციები. მაშინაც კი, თუ აზარტული თამაშებები არ გიტაცებს, ეს ქალაქი მაინც გითხრევს თავის გიჟურ რიტმში. მაგრამ ლას-ვეგასი მხოლოდ თანამედროვე სტრიპი და გიგანტური სასტუმროები არ არის. ნამდვილი ვეგასის სული მის საწყისებში, ძველ ქალაქში, ფრემონტ სტრიტზე იმალება. აქ ყველაფერი რეტროა. სწორედ აქედან დაიწყო ამ ქალაქის ისტორია, სადაც ფრენკ სინატრა და ელვის პრესლი თავიანთ ლეგენდარულ კონცერტებს მართავდნენ. როდესაც ნევადის უდაბნოში მზე ჩადის, ლას-ვეგასი ნამდვილ სახეს აჩვენებს. ეს ქალაქი სინათლისგან არის შექმნილი. საკმარისია დაბნელდეს, რომ ირგვლივ მილიონობით ნეონის განათება ინთება და შენ მომენტალურად ხვდები ფერების, ციმციმისა და ელექტრონული ენერგიის ნამდვილ ოკეანეში. მაგრამ ამ ნეონის გიჟურ ციმციმში არის ერთი ადგილი, სადაც მთელი ქალაქი რამდენიმე წამით ჩერდება, რათა ნამდვილი ხელოვნების მომსწრე გახდეს. ეს ბელაჯიოს შადრევნებია. აი ეს არის ვეგასი, რომელიც სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში. აქედან კი ანგელოზების ქალაქში მივდივართ. ლას-ვეგასის ნეონის შემდეგ ლოს-ანჯელესი სრულიად სხვა ამპლუაში გვხვდება. ჩვენს შესვლას ანგელოზების ქალაქში დაუნთაუნის გიგანტური ცათამბჯენები აფორმებს. ეს არის ლოს-ანჯელესის ფინანსური და არქიტექტურული გული, მინისა და ბეტონის გიგანტები, რომლებიც სასწვდებიან და მათ შორის გაჭიმული მრავალდონიანი გზატკეცილები. აქ იგრძნობა ნამდვილი, მასშტაბური ამერიკული მეგაპოლისის ძალა და რითმი. ეს არის ქალაქი, სადაც იბადება ილუზიები და სადაც მილიონობით ადამიანი საკუთარი ოცნებებისკენ მიისწრაფვის. ჰოლივუდის დიდების ხეივანი, ცნობილი წარწერა ბორცვებზე. ეს ის ადგილებია, რომლებიც ბავშვობიდან ნაცნობია ყველასათვის. ლოს-ანჯელესი საოცრად დიდია და ყოველი მისი უბანი ცალკე სამყაროა. ბევერლი ჰილზის მდიდრული ქუჩებიდან და პალმებიდან პირდაპირ ოკეანის სანაპიროზე ვინაცვლეთ. აი სანტა-მონიკას ცნობილი პიერსი და ვენის ბიჩი. აქ ცხოვრება სხვა ტემპით მიედინება. სერფერები, მუსიკოსები, სკეიტბორდერები, თავისუფლებისა და კალიფორნიული ბზის ნამდვილი დღესასწაულია.
თუ გინდა იგრძნო ოკეანის ნამდვილი ველური ძალა, უნდა აჰყვეს სანაპირო გზატკეცის და გაემგზავროს ჩრდილოეთით, მალიბუსაკენ. აი აქ კი დრო მართლაც ჩერდება. მალიბუს სულ სხვა სამყარო, ეს არის კლდეებისა და ოკეანის ნამდვილი თანაცხოვრება, სადაც მდიდრული ვილები პირდაპირ წყლის პირასაა ჩამწკრივებული, ხოლო სანაპიროები გაცილებით მშვიდი და განცალკავებულია. ამერიკა ყოველთვის სრულიად სხვადასხვანაირია. ის არ არის მხოლოდ ერთი ქვეყანა ან ერთი კულტურა. ეს არის 1000 გვარის სამყაროს, ხასიათისა და ადამიანის გიგანტური მოზაიკა. აქ სულ რამდენიმე დღეში შეგიძლია გამოსცადოთ ცხოვრების ყველა შესაძლო ტემპი. სამი სრულიად განსხვავებული ქალაქი, სამი სრულიად განსხვავებული სამყარო. თითოეულმა მათგანმა თავისი ხასიათი, თავისი რითმი და ემოცია დაგვიტოვა. ეს არ იყო უბრალოდ ერთი გზა წერტილიდან მეორემდე. ეს იყო ნამდვილი კინემატოგრაფიული თავგადასავალი დასავლეთ სანაპიროზე, სადაც ყოველი კადრი ჩვენი ისტორიის ნაწილი გახდა.